საქართველოს ქალაქებში ერთობის ჯაჭვი გაიმართება, დავიწყოთ რეგიონებით, ჩავრთოთ წალენჯიხა, სადაც დავით მანია მუშაობს. დავით, გითხარი, როგორია გეგმა დღეს წალენჯიხაში? ხა ლუკა, როგორც ახლა მაყურებელს ჩემს ზურგს უკან შეუძლია ნახოს, მოქალაქეები უკვე შეიკრიბდნენ ცოცხალი ჯაჭვით შეკრეს და ეწყობა მსვლელობა წალენჯიხის ქუჩებში. მინდა გითხრათ, რომ ამინდი არის ძალიან ცუდი წვიმს, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა მოქალაქეები ამინდ ყოველ შემთხვევაში და არც ქართული ოცნების ხელისუფლებას არ უშინდებიან. მე ახლა პირდაპირ ეთერის რეჟიმში გადავალ კითხვით ამ აქციის მონაწილეებთან. გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ვართ. რო გითხრათ, რატომ ხართ დღეს აქ შეკრებილები, როგორია თქვენი გეგმა და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი? მიუხედავად იმისა, რომ ამინდისა მრავალი წელია, უკვე 12 წელია დაგვიგროვა სათქმელი ქართულმა ოცნებამ, უკვე ფსევდო ხელისუფლებამ. შესაბამისად, აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი მმართველობის დროს არ გამართულა მსგავსი მასშტაბის და ხასიათის საპროტესტო აქციები. ეს კი მაუწყებელია იმისა, რომ სისტემა არ მუშაობს და რეჟიმი შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავერთვებით და ჩავერთეთ ერთობის ჯაჭვში, მივემართებით ზუგდიდში, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. ჩვენ ვიცავთ მხოლოდ საქართველოს, ვემსახურებით მას და მივიწევთ წინ ევროპისგან. ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებები და ვემსახურებით მხოლოდ ამას. დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. აქ სხვადასხვა პროფესიისა და სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები და მაყურებელმა იცით, რომ ცოცხალი ჯაჭვი დღეს შეიკრება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 3 საათზე, თუმცა წალენჯიხა აქაც როგორც ჩანს პირველია. მარინა კაკაჩია არის პედაგოგი ჩვენს გვერდით, რომელიც ყველა საპროტესტო აქციას ესწრება. ქაბატონო მარინა, თქვენს რო გითხრათ თქვენი სათქმელის შესახებ, რატომ ხართ დღეს აქ და რაც ეთყოდით ფორმულას აუდიტორიას? დღეს მივესალმები თქვენს აუდიტორიას და დღეს ვართ აქ საქართველოსთვის ერთიანი ჯაჭვი არ დავიღლებით სანამ ჩვენს დასახულ მიზანს არ მივახცევთ. ეს არის რიგარეშე არჩევნები, ევროატლანტიკური სივრცე და ევროპული მომავალი. მადლობა. მარინა კაკაჩიას უსმენდით, პედაგოგს პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთ მონაწილესთან მინდა კითხვით გადავიდე. ლანა, გამარჯობათ, პირდაპირ ეთერში ვართ. ვხედავთ ამ დაუღალავ მუხტს ფრთხილად. ვხედავთ ამ დაუღალავ მუხტს ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს. წალენჯიხა პირველი აღმოჩნდა 3 საათზეა ყველგან ჩანიშნული, მაგრამ უფრო ადრე წალენჯიხამ დაიწყო ეს მსვლელობა. რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, როგორ? წალენჯიხა როგორც ლოკომოტივი ევროპული განვითარების გზაზე, რა თქმა უნდა, უერთდება საქართველოს ერთიანობის ჯაჭვს და დავიძარის წალენჯიხიდან უერთდების ზუგდიდის აქციას და საქართველოს ივანიშვილის გარეშე და ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. აქციის კიდევ ერთ მონაწილეს უსმენდით. აი ასეთი არის ახლა სურათი წალენჯიხაში. ცოცხალი ჯაჭვი უკვე შეიკრა, მოქალაქეები გადაადგილდებიან წალენჯიხის სხვადასხვა ქუჩებში და ეს ადამიანები დაახლოებით 1 საათში უკვე შეუერთდებიან ზუგდიდში დააგეგმილ მსვლელობას და ცოცხალ ჯაჭვს.